დღეს არის შაბათი. 1 თებერვალი. საეკლესიო კალენდრი დღეს არის 19 იანვარი 2025 წელი. და ამ დღის შესახებ გვისაუბრია, ეს არის საუბარი 50-მეათე. ოღონდ არ გვისაუბრია, დაგვემატა წმინდანები და კიდევ მაშინ ვერ ვახერხებდი ქართულ წმინდანებზე საუბარს, რომელზეც როგორც შევთანხმდით, არა გვაქვს წმინდა ნაწილები, უბრალოდ ეხლა ვისაც გეტყვით გვაქვს, ოღონდ არ არის აღმოყვანებული ეს წმინდა ნაწილები. ეს არის ანტონ მარტყოფელი. ამის შესახებ გვექნება ძირითადი საუბარი, მაგრამ მე მინდა ჯერ პირველ რიგში მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვისაუბრია წმინდა მაკარი დიდის შესახებ, მაგრამ მაშინ ჩვენ არ ქონდა ხატი. და მინდა გაჩვენოთ ეს ხატი და წმინდა ნაწილი ქონდა მაშინ, მაგრამ აი ხატი არ იყო და აი წმინდა ნაწილი არის ჩაბრძანებული, ნახეთ საკმაოდ დიდი ზომის. აი მაკარი დიდის ხატი გვაქვს და აი წმინდა ნაწილიც არის ჩაბრძანებული შიგნით. და შეგვიწიოს წმინდა მაკარი დიდის მადლი. მეორე ვის შესახებაც მინდა გითხრათ, ეს არის წმინდა პია ქალწული. პია აფრიკელი, რომლის შესახებაც გვისაუბრია, ოღონდ არაფერი ვიცით. აი ესეთი სანაწილეა. აი ესეთი სანაწილე, ახალი გაკეთებული სანაწილეა და აი წმინდა პია ქალწულის კბილი გვაქვს. აი შიგნით. ისი. აი ეს. და არც შევჩერდები, მაგრამ არც არაფერია ბევრი სათქმელი წმინდა ქალწულის შესახებ და კიდევ უნდა გაჩვენოთ, აი წმინდა ეფროსინიას წმინდა ნაწილი ესე არის. ესე სანაწილეში ჩავაბრძანეთ და ალბათ ხატი ჯერ არ გვაქვს და ალბათ ხატიც გვექნება. წმინდა ეფროსინიასი და წმინდა ეფროსინიას შესახებ შეგახსენებთ. ეს არის საუბარი 162. მაშინ რაღაცა მიზეზების გამო იქ ნათქვამი მაქვს მოვყევი წმინდა ეფროსინიას შესახებ და ესეთი დავასაბუთე ეს რატომ მოვყევი მაშინ წმინდა ეფროსინიაზე, დღეს არის ხსენება. რომ აი 3 წლის მერე დაემთხვევა შაბათს და კიდე რაღაც სხვადასხვა მოსაზრებებია, რომ რატო არის ამ დღეს კიდევ ხსენება და მოკლედ მოყოლილი მაქვს, მაგრამ თავი სხვა რამეა. თავი ის არის, რომ მე კიდევ ვერაფრით ვერ მალავ ჩემს გაოცებას. აკაკი წერეთელმა საიდან იცოდა ესე კარგად წმინდა ეფროსინიას ისტორია, რომ გამოიყენა ბაშეაჩუკში და ფილმში არის ასთავარია ეს ყველაფერი, როგორ მოხდა წმინდა ეფროსინიას შესახებ. აღარ მოგიყვებით ახლა 162 საუბარი მოისმინეთ, იქ ვკითხულობთ კიდევაც ბაშეაჩუკიდან ერთ თავს, სადაც აღწერილი არის, ოღონდ იქ ეფროსინია არ არის სიტყვა ნახმარი. თვარცდები ბაშეაჩუკის დის შესახებ არის ეს ამბავი. ზუსტად ეს ამბავი არის, ამისი ინსცენირება არის. და მე კიდევ დღეს ვისი ხსენებაც არის. ეს არის გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაწილთა აღმოყვანება, მაგრამ მე არ ვისაუბრებ გრიგოლ ღვთისმეტყველზე, იმიტომ რომ მისი ხსენების დღე, ესე იგი დღეს არ არის ჩვენ კალენდარში, უბრალოდ ნაწილთა აღმოყვანება არის მისი. და ამიტომ ვახსენებ და აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც მე თქვენ დეტალზე მოგიყვებით დაწვრილებით. სამაგიეროდ აი გადავდივართ უკვე ვისაუბრებთ დღეს, ეს არის ღირსი მამაი ჩვენი ანტონ მესვეტე მარტყოფელი, 13 ცირილ მამათაგანი, რომლებიც მე-6 საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში. აი მის შესახებ გვექნება საუბარი და შემდეგ წმინდა ლიბერატა და ფაუსტინა კომოელები, დები, ძალიან საინტერესო ისტორია, მოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და შემდეგ გვექნება კიდევ კიევის ქვაფთაშინა დავანებულთა შორის, იქ ძალიან თითქმის არაფერი არ არის. თითო წინადადებაა, წმინდა მაკარი დიაკონი და წმინდა მაკარი მარხველი.
თუმცა ეს მაკარი მარხველიც დიაკონი იყო, პეჩორელები, ესე ქვიათ და ბოლოს დღევანდელი დღის წმინდანი, ვისაც ვისაუბრებთ, ეს არის წმინდა საბა სტოროჟეველი, ესე ქვია, რომელიც იყო სერგი რადონეჟელის პირველი მოწაფე და ძალიან საინტერესო პიროვნება და ასე რომ ჩვენ ახლა თანმიმდევრულად შევუდგეთ და დავიწყოთ წმინდა ანტონ მარტყოფელიდან. ესე იგი, მე-13 საუკუნეში წმინდა ანტონის ხსენება იყო 2 დღით ადრე დაწესებული 17 იანვარს, დღეს არის 19 იანვარი. იმიტომ რომ იყო ანტონი დიდის ხსენება და ამ დღეს დააწესეს თავის დროზე, მაგრამ ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ სადღაც მე-17-18 საუკუნეებიდან უკვე 19 იანვარს მოიხსენება ჩვენს კალენდარში ანტონი, ასევე მოიხსენება წმინდა ანტონ მარტყოფელი მოიხსენება 7 მაისს იოანე ზედაზნელის და მისი 12 მოწაფის ხსენება ერთად არის და ასევე მოიხსენება ანტონ მარტყოფელი 16 აგვისტოს, იმიტომ რომ ეს არის ხელთუქმნელი ხატის ხსენება, რომელიც მან ჩამოაბრძანა საქართველოში, ანჩის ხატის, უკაცრავად, ანჩის ხატის კი არა, ანჩის ხატის არა, მარტყოფში ინახება ეს ხატი და ამის შესახებ გვექნება ჩვენ საუბარი, ოღონდ არ ვიცით სად არის. და წყარო არის ქართლის ცხოვრება ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა და აქ არის ესე იგი სწორედ ანტონ მარტყოფელის შესახებ საუბარი და ეხლა მე წავიკითხავ ტექსტს, ძალიან კარგი ტექსტია, სვინაქს არის ხატისა მარტომ ყოფელისა და წმინდისა მამისა ანტონისა. ესე მამაი ანტონი შუამდინარელი, რომელი იყო მოწაფე იოანესი, წმინდა ესე განშორებით და შორის ფრიადი სათნო და წარჩინებული ამან ყოველდღიურად სანატრელმან წმინდა იგი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელ სახეთ პირსა თვისატილოსა ზედა გამოსახა და ავგაროს სასოება აღუსრულა, ესე იგი აქ რა ისტორიაზე ლაპარაკი, რომ ავგაროზის ომეხთა მეფე იყო, რომელსაც იესომ გაუგზავნა სახეზე მიედო, ეს სახარებაში არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან უძველესი გადმოცემა, ესეთი ტილო მიიდო სახეზე მისი გამოსახულება, გადავიდა და გაუგზავნა მეფე ავგაროსს ედესაში. და ედესაში მე ამბები მოხდა, ეხლა ცოტა წავიკითხავთ და ამოაშენეს ეს ხატი, ეხლა მოგიყვებით ამ ყველაფერს. და გადავიდა გამოსახულება კეცზე, ანუ აგურზე რითიც იყო ამუშავებული, აი ეს აგური ჩამოაბრძანა ანტონ მარტყოფელმა საქართველოში და კიდევ არის ასეთი ვარაუდი, რომ აი ეს ტილო, რომელიც მაცხოვარმა მიიდო სახეზე, აი ვარაუდია ეს, რომ ეს იყო დაკეცილი სუდარა, რომელსაც დღეს ტურინის სუდარა ეწოდება, რომელზეც მართლაც გადასული არის პირი, სახე იესო ქრისტესი, ოღონდ ნეგატივი ამ სახის და აი შეიძლება ეს იყო ეს დაკეცილი სუდარა, რომელიც ავგაროსთან მოხვდა და შეიძლება აქედან გადავიდა შემდეგ გამოსახულება. აი ესეთი ვარაუდი არსებობს, იმიტომ რომ დაიკეცება ეს სუდარა, აი ისე ადრე კეცავდნენ ეს სულ ადრე, ისე კეცავდნენ რომ მარტო სახე ჩანდა იქ. თუმცა იქ მთელი სხეულია გადასული, მოკლედ ეს ვარაუდი. რადგან ჩამოვარდა ესე იგი სიტყვა ამის შესახებ, აი მოგახსენეთ და ეხლა გადავიდეთ პირდაპირ. ესე იგი ავგაროს აუსრულა სასოება უფალმა, მე ამ ამბებზე ეხლა დეტალურად არ შევჩერდები და შემდგომად ამაღლებისა თადეოზი მოციქული. აი თადეოზის მიერითა ხელითა მიულინა და განკურნა კეთრისა მისგან კონდებარისა.
და ყოვლით სახლეულით მისით ნათელიყო თადეოზის მიერითა ხელითა და შემდგომად ამისა ძე კაცისა ავგაროზისი და ყველა შვილიშვილი ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობა და ოდენ არ აღთვისახურებითა რამე თუ ენაცვალნეს ანუ შეიცვალა შენ გენაცვალე ეს გამოთქმა რას ნიშნავს რომ შენ მაგიურად რაღაც ხო აი შენ ნაცვლად შენ გენაცვალე ანუ აქ იგულისხმება თავისთავად ამ თქმაში ის რომ აი შენ მაგიურად შენი განსასწრელი რომ მე მივიღო მაგრამ აქ ენაცვალნეს ნიშნავს იმას რომ ავგაროზის შემდეგ ჯერ მისი შვილი იყო მეფე მერე მისი შვილიშვილი და ესენი განუდგენ ქრისტეს განუდგენ ღვთისმსახურებას და რამე თუ განდგომილ ექნეს ღვთისმსახურებასა და დამონებულ ეშმაკთა საოცრებას აი საოცრება ანუ გონების გან მიუწვდომელი ანუ რაღაცა უცნაურობებს და რამე თუ რა იგი ავგაროს ეყო ეშმაკთა და ვითარ შემუსრა და განუდგა მისი ენება შურისგება ეშმაკს უნდა რომ ავგაროზის შური ეძიებინა და რაითა მიუძღოს ეშმაკთა სახე ძველისა მის საზორველისა დამხობისა და ამხობითა ესე იგი ავგაროზმა ხო ეს კერპები შემუსრა რა თქმა უნდა მერე როდესაც მოინათლა და თავარი ამის მიზეზი იყო საუფლო ხატი აი ეს ხატის ამის საუფლო ისათა რომელიც აღმართა ავგაროს ჭეთაზე და ქალაქისათა ქალაქის შესასვლელში აღმართა ეს ხატი სადა იგი ემართა კერპი ბილწი რამე თუ უნდა ასვენა ხატი იგი ტილოსი ფიცარსა ზედა გარდართმული ანუ ეს ხატი ფიცარზე ფიცარი ედო უკან რათა ყოველნი შემოვალნი მუნში ნახილთა თაყვანისცემდა რომ ყველას დაენახა და თაყვანი ეცა მაშინ ბილწმან შვილის წულმან ავგაროზისამან აღირჩია დღეკეთილებისა წილ უსახურება და ხატი იგი უარყო და ეშმაკთა შეუდგა და იგონა ხატის ამის ქრისტესისა რათა წარწმიდოს იგი უნდა ამ ხატის წარწყვეტა მაშინ ეპისკოპოსმა მის ქალაქის ამან რო შეიტყო გულისხმაყო განზრახვაი ბოროტი მისი და ყო განგება ღირსი და შემსგავსებული მის ჟამისა ისე მოიქცა როგორც მაშინ შესაძლებელი იყო დრო რასაც განახობდა რამე თუ სადა იგი ჭეშმარიტი ხატი ესვენა კამერე დათქმულიყო და წმინდამან ეპისკოპოსმა დადგა კანდელი აღლთებული საფარველად ტაძრის ამის და აღმართა კეცი ანუ აგური წინაპირი სახატის ამოაშენა კედელი ისე გააკეთა რომ ხა ეს ყოველდღე ხო არ დადიოდა ის შვილიშვილი ამ ხატის ანახავად არც იცოდა ალბათ სად იყო სულ არ აინტერესებდა და ამან კიდე კედელი ისე ამოაშენა გალავნის კედელი რომ ესე იგი არ ეტყობოდა სად არის ხატი შენახული ეხლა მთელ კედელს ხო არ დაანგრევდა ის გალავანს და ამიტომ გადარჩა ეს ხატი ეს ერთი რომელი უახლეს არის და შემდგომად უკანასკნელთა ჟამთა აი შემდეგ რაღაცა დრო გავიდა უკვე ლაპარაკია 554 წელზე იმიტომ რომ ავგაროზი პირველი საუკუნეა ხო ნუ შვილიშვილი პირველი მეორე მესამე ალბათ რა ვიცი როდის იქნებოდა მაგრამ გავიდა რაღაც დრო და ეს ხატი არის ჩაშენებული შიგ და უკანასკნელთა ჟამთა ანუ ბოლო დროს ხვასრო სპარსთა მეფე ხოსრო სპარსთა მეფე ძალიან ცნობილი ნუ აღარ შევჩერდები არც ამ ამბებზე მოკლედ მოადგა ედეს ქალაქს ედესას და იწყო თხრა ქვეშე ზღუდესა გვირაბის გათხრა უნდა და გალავნის ქვეშ და ეგრეთ შევიდნენ რომელ ვერ აგზნან თუ ბრძავსო და ისე უნდა შესვლა რომ ვერ გაეგოთ მოადგა ქალაქს ალყა დაარტყა და ჩუმად დაიწყო გვირაბის თხრა მაშინ ღმერთმან არა დაიდუმა უტყველი აღთქმა რომელ აღუთქვა აი როდესაც ეს ხატი მობრძანდა მაშინ ჯერ კიდე ავგაროზის დროს აუთქვა უფალმა რომ ზღუდე ვარ მე ედესისა ანუ დავიცავ ედეს ქალაქ ედეს და მშობელსათვისა მეუხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეუხებით ევლავიოს ეპისკოპოსი უკვე ახალი ამ დროს ვინც იყო ეპისკოპოსი ევლავიოსი გამოეცხადა დედა ღვთისა და რქვა ვითარმედ მას რომელსამებ ჭესა ზედა არის ხატი იგი ხელთუქმნელი და დაფარული და მიუთითა პირდაპირ რომელ კოშკთან თუ რომელ კონგურთან არის ქალაქის გარშემო ეს ხატი
დავითარცა განეღვიძე ეპისკოპოსმა გულისხმაყო ჭეშმარიტებით ძილსა შინე ჩვენებული იგი განთიად წარვიდა ლიტანიით განთიად წავიდა ლიტანიით ადგილსამოს და პოვა წმინდა ხატი იგი ყოველად განურყნელი ანუ შეულახავი და კანდელი იგი მის წინაშე აღთებული ეგეოდენთა ჟამთავს სიმრავლესა შინა საუკუნეები გავიდა და გახსნეს კანდელი ენთო და გარდააწვეთეს ზეთიმის კანდელისა იმ ბრძოლთამა ზედა ქალაქისათა და მეხსეულად ვითარცა მიახდა მიედვა და დაიწვნეს ვითარცა მტვერი გარდაიბინეს და უჩინო იქმნეს ასხურეს ესე იგი წვეთები რამდენიმე წვეთი ამოიღეს ამ კანდელიდან და ამ მტერს ასხურეს და განადგურდა მტერი ხოლო რომელი იგი კეცი საფარულად ხატისამის აღმართებულიყო მასზე და გამოსახული იყო სხვა ხატი და მსგავსება წმინდისამის საუფლოისა ხატის ანუ გადავიდა გამოსახულება აგურზე აგური რას ნიშნავს თიხისგან გაკეთებულ ფირფიტას რა ფაქტიურად ეს და რომელნიგი სწორებით პატივიცემოდოს და ნესტორიანთა ეკლესიას ეშინა დაასვენეს მაშინ ნესტორიანელების მწვალებლობა იყო გავრცელებული და ეკლესიაში რომელიც არ ვიცი ხა ზუსტად ვერ გეტყვით მე დაეპატრონეს ნესტორიანელები თუ უკვე იყვნენ მოკლედ მოხდა ამ ტაძარში მაშინ წმინდა მანამან ანტონი იზია მოძღვრისათვის ისა გზაი ანუ როგორც ჩანს ივანე ზედაზნელი უკვე წამოსული იყო საქართველოში და ეს ემზადებოდა ალბათ ემზადებოდა და მისი მოძღვარი იყო ივანე ზედაზნელი და მოკლედ წამოვიდა და წარვიდა ისავა და ცნარავთი წარვიდა სომხიც ჩრდილოეთით კერძო სხვათა თანამოწაფეთა რომელთაც მოიხსენეთ დავით და დოდო და შიო ანტიოქიელნი და როანი სხვანი მოწაფენი იმოანესნი ანუ როგორც ჩანს სადღაც შეხვდნენ და ერთად წამოვიდნენ როგორც ჩანს მაინც და ერთისა საზღვრისანი ესეც ნაწმინდამან ესენი სადაც იყვნენ წასულები ხა კარგად ვერ ხვდები მე ჯერჯერობით მოკლედ ესეც ნაწმინდამან ანტონი აღიძრა ტრფიალებითა მოძღვრისათვის ისაითა და ესეც ეძღვნებოდა გულსათვისსა და გადაწყვეტილი ქონდა რომ წამოსულიყო მასთან ერთად ოღონდ ერთადერთი რაც ეთანაღრებოდა რომ ამ ნესტორიანელების ხელში იყო ეს ხელთუქმნელი ხატი ეს აგურის და რომელი ნესტორიანთა ეკლესიას ეშინა ეყოს საუფლონ იგნი ხატნი ანუ ორივე ხატი ყოფილა და აღიყვანა კეცი აიღო რომელ საფარულად მის ხატისა ყოფილიყო ეს აგურის ფირფიტა იმისი თიხის ფირფიტა და ხატქმნულიყო ესე უჩინრად წამოიყვანა მოიფარა მოკლედ უჩინრად ანუ არავის არ გაუგია წინამძღვრებით ანგელოზისაითა და უწყებითა სეციურთა ჩრდილოეთ და მიწიან მტკვარსა ზედა განაპო იგი მტკვარს რომ მოადგა პირდაპირ გაიარა მტკვარში და დაემკვიდრა აღმოსავლეთ ვითარ 4 მილიონ ეს მანძილია ნაპრალსა კლდისასა შინაგან თათა აკრიანთა აკრიანი ეს დღესაც ესე ქვია ამ არტყოფის მთებს და გვარით ფსევდონიმი აკრიანი აქედან მოდის აკრიანის მთები იყო თათა აკრიანთა ივანე ახლვიდა ვითარ 5 მილიონ და შიოს 9 მილიონ დავითს და დოდოს 13 მილიონ მოკლედ ეს მანძილებია ნათქვამი ზუსტად ვერ გეტყვით ახლა ამას და ხოლო რომელ მუნთქვეს რომელ წმინდას ამას ანტონის ედგნეს საზდელად გვამისათვის ირემნი და იყო მათა თა უღაღი და სერტყიანი მოკლედ ეს ანტონი რო ჩამოვიდა აქ სადაც ახლა მარტყოფია დღეს სოფელი მარტყოფი და ზემოთ ხო ანტონ მარტყოფელის სამარნე მარტყოფის მონასტერი ანუ ესე იგი იყო ეხაც ეგრეა მთიანია და რაღაც მოკლედ ირმები იყვნენ აქ და ირმები მოდიოდნენ და წველი დამირმებს და ამითი ეს იყო საზდოობა მისი და წავიდნენ ირემნი ველს და ვითარ ჟამი მოვიდეს შინა მოვიდიან წველად და ვითარ წყემსნი მოვიდოდეს ჟამეულად აი ესე იგი ეს ირმები მოდიოდნენ სპეციალურად ანტონთან რომ ამას მოეწველა ესენი ხო ერთ საუდენ ჟამსა მიიწვიეს უჟამოდ დამფრთხალნი ესე ძალიან შეშინებულები მოვიდნენ ეს ირმები ერთხელაც და უკანა ნუკრი მოძდოდა ხორც შეკვეთილი რაღაცა ჭრილობა ქონდა ნუკრს ამათ შვილს ესე დაუკვირდა წმინდა სამას ანტოზა თქვა გულსა შინათვისა სადავინ შემთხვა რა მოხდა რამე თუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქის არ იცოდა ამ ქალაქში რაღაცა ცვლილებები იყო რა მოკლედ
და რქვა რა არის ეგ და მათ ვითარცა პირმეტყველთა თავმიზიდვით თქვეს ამათ დახარეს და ვითარცა პირმეტყველთა ირმებმა უყვეს ირმები ესაუბრა შემომიდეგ და გიჩვენოთ წამოგვყევიო ირმებმა უთხრეს და დახავ შენი თვალით და შეუდგა კვალსამაცა და მიიწია მას ადგილსა სადაც იგი შემთხვეული იყო მადა ესაც შემთხვათ იმ ადგილზე მიიყვანეს ირმება და აჰა თავარი მის დაბის ახალი ისაყავს ბატონო ამ დაბას დაბა მარტყოფს ხო და არაფერს არ ვიტყვი მოკლედ ეს დაბა მარტყოფს ახალი თავარი ყავს და მოვიდო და ნადირობად ესე იგი სანადიროდ გამომწანდა პატივცემული და ესე იგი და ნადირობს და ანტონ მარტყოფელი შეხვდა ვინა ხარ ხო წმინდა ხელით უჩვენებდა სადა იყოფოდა ყოველსავე საქმესა რამე თუ ენა არ ასმოდა ესე იგი ესენი კი საუბრობდნენ მე ყველანი ქართულად მაგრამ აქაც ეთყობა ეს ამბავია ესეთი რა ჯერ არ საუბრობს ანტონი ჯერ ქართული არ იცის და ხელით აჩვენა ხელი გაიშვირა და უჩვენა რომ აი იქ ვცხოვრობ მაშინ თავარამ თქვა მე შენაი არა მესმის და რომელიგი ხელითა მეუბნები ეგეცა მოკვეთო და რქვა წაიყვანეთ მჭედლისა თანა მჭედელთან გააქსავნა რომ მჭედელმა ნაჯახით ხელი მოვაჭრას ანტონ მარტყოფელს თავარი როგორი ის არის რა ქვია სტუმართ მოყვარე დავითარცა მიიყვანეს მჭედელმა შანთი გაახურა და გამოიღო რათა ხელი მოკვეთოს შანთი და ცხელი იმით უნდა მოკვეთოს რომ მე კიდე იქ ინფექცია არ შეიჭრას თუ რა ზალცრ და დავარდა ქვე და ხელნი ვითარცა შეშანი შეექმნეს ესე იგი რომ გამოიღო ეს შანთი ხელები როგორც გაუშეშდა ხესავით გაუხდა ვითარცა შეშანი შეექმნეს და წაიქცა დავარდა ეს ჭედელი რა მაშინ წმინდა მან მოჰყო ხელი და ვითარცა ნაკვერცხალი ხელით აღებული გაცხელებული შანთი მიაწოდა და მიუპრა და რქვა ყაო ადრე ბრძანებული შენთან და იგი განკრთა საშინელსა მასზე და ხილვასა ხო და ეს რო წაიქცა და მოკლედ რო დავარდა ხელები გაუშიშდა ანტონმა ეს გაცხელებული შანთი აიღო პირდაპირ ხელით მიაწოდა ეს იგი ცხელი ნაწილი ხელში უჭირო ტარით მიაწოდა და უთხრა აჰა რაც დაგავალეს გააკეთე მომჭერიო ხელიო პირდაპირ ესე უთხრა და ახლა იმას რა დაემართებოდა წარმოიდგინეთ და სწრაფ მიუმცნეს მთავარსა და რქვეს ყოველი ხილული და მან ბრძანა რათა წინაშე მისა მიიყვანო და ვითარცა მიიყვანეს კომას რა იგნებავს თქვი და ყოველი მოქცე მთავართან სასწრაფოდ ენა მიიტანეს რომ ესეთი ამბავი მოხდა რომ ამ კაცმა უცხო ვიღაცა ცხელი ხეს აიღო ხელში და რასაც მეტყვი შეგისრულებო და ამან რა გააკეთა ანტონმა ესე საოცარ ამბავი ქვა აიღო რაღაცა დაგდებული და უჩვენა ვითარცა სამეული და ლოკდა ესე იგი სამი თითით აიღო ქვა და ლოკავდა გალოკა ეს ქვა რა და ესენი მიხვდნენ რომ მარილს ითხოვს ეს მარილს ამ თავისი ირმებისთვის და სცნეს რამე თუ მარილი უნდა და მოართვეს ორი ოდენ ქვაი განუტეხელი დიდი ლოდი მოიტანეს მარილის და მან კი მოჰკლიჩა 1 ლიტრა რაღაცა ნაწილი ჩამოტეხა ხა ბევრი არ უნდა და წაიღო და ალოკა ანუ ალოკინა გაალოკინა თავის ფურთან ანუ ამ ირმებს მოკლედ გაუმასპინს და იმისი რა ქვია მორალური ზიანის ესე იგი სანაცვლოდ და იყოფოდა ხაცამას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე ცხოვრების ამისისა და აი ამ ხატის წინაშე ლოცულობდა ცხოვრების აღსასრულამდე და წმინდა იგი წმინდათა შინა მიიცვალა და ჩვენ დაგვიტევა ხატიგი საუფლო არს ვიდრე დღემდე უჩინრად და სასწაულთ მოქმედებს განცხადებულად ეს ამას ჯუანშერი წერს და ესე იგი მაშინ უკვე ეს ხატი არ ჩანდა ისეთ ადგილას დამალა ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ხატი გამოჩნდება ბოლო ჟამს ალბათ ხო და ამან დამალა და უჩინრად ჩვენთან არის ხატი მაგრამ
სასწაულთ მოქმედებს განცხადებულად, ანუ ბევრ სასწაულს ახდენს ესე წერი. რომელ უადვილეს არის აღრიცხვა ზღვისა ქვიშათა, აი ზღვის ქვიშის აღრიცხვა უფრო ადვილია, ვიდრე საკვირველებათა საუფლოისა მის ხატისათა. გარნავინადგან ღმერთი მხოლოი არის მოქმედი სასწაულთა, მანვე მხოლო მან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა და უკეთო სოლომონცა იყო, ვერც მან შეუძლოს აღრიცხვა twinier ღვთისა მხოლოისა. რას ამბობს? რომ ხატი საშუალებით ღმერთი ახდენს სასწაულს, ამიტომ ღმერთმა იცის რამდენი სასწაული მოახდინა და სოლომონიც კი სოლომონ მეფეზე არის ლაპარაკი დავითის შვილზე, სოლომონ ბრძენი, ისიც კი რო ყოფილიყო, ისიც ვერ აღწერა. მოკლედ რაღაც იუმორი კი სულ დაყვება ამ ამბავს რა. და მე-13 საუკუნეში აბუსერეთის დავალებით კათალიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ დასწერა საგალობელთა ციკლი მარტყოფის ხატის შესახებ, რომელიც ეძღვნება მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის ედესიდან ქართლში ჩამოტანას და რომლებშიც შესხმულია ანტონის ღვაწლი. აი ეს არის სულ. წყაროებში ესეა და ახლა რა თქმა უნდა რაღაც განვრცობილი უფრო ვერსიები არსებობს ამისი. და ხელმისაწვდომია ანტონ მარტყოფელი შეგიძლიათ ადვილად მოძებნოთ და წაიკითხოთ. მე კი გადავდივარ შემდეგ წმინდანებზე, ვერაფერს ვერ გაჩვენებთ. როგორ ვერ გაჩვენებთ? ეს არის მე-18 საუკუნის მინიატურა. აი მე-18 საუკუნის მინიატურა. აი მაშინ გაკეთდა მისი რა ქვია ამ მამების 13 ასურელი მამის მინიატურა და აი ანტონ მარტყოფელი ესე გამოიყო. სხვა შორის სხვა წმინდანებიც არის. შუშანიკი გაჩვენეთ მერწყელ აბოთფილელი. ეს შეთხზულია რა თქმა უნდა ეს მინიატურები, მაგრამ აბა გავადიდოთ. აი ესეთი არის. აი ანტონ მარტყოფელი ესე გამოიყურება. და შეგვეწიოს მისი მადლი. მე კი გადავდივარ შემდეგ წმინდანებზე. ესენი არიან დები, როგორც მოგახსენეთ და საინტერესო ამბავია. ცოტა რამ ვიცით მათ შესახებ, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ესე, რომ წმინდანის გარდაცვალების შემდეგ კიდევ გრძელდება ეს ისტორია, მისი დღეს კიდე გვიქნება ესეთი შემთხვევა. ესენი არიან წმინდა ქალწულიები ლიბერატა და ფაუსტინა. მოწამეები არ არიან, სხვა შორის ღირსი დედები არიან. თუმცა აღსარებლები კი ნამდვილად. ლიბერატა და ფაუსტინა არიან წარმოშობით ესე იგი პიაჩენცას ახლოს არის რაღაც სოფელი დალჯიზიო ესე არის იტალიურად. აი ეს უნდა გაჩვენოთ ახლა სად არის. აი ესე იგი აი ეს არის პიაჩენცა ეგ არის იტალიაში, წერტილია დასმული ხედავთ. და აი დალჯიზიო არის აი ესეთი შესასვლელი აქვს, ახლა ეს სურათები კი არის, მაგრამ ეს მთლიანად ამ ქალაქი თუ სოფელის ციხესიმაგრე არის და აქედან იყვნენ. ამათი მთავარი იყო მამა, ამათი მამა. ხო და მოკლედ როკა დალჯიზიო ესე ქვია, როკა ანუ ციხე. და ეს იყო გამაგრებული ესე იგი კომპლექსი, რომელიც იყო კლდეზე აშენებული. არსებობს ეს დღესაც, არსებობს ეს სურათიც ამიტომ გაჩვენეთ და ესე იგი ეს არის ვალტიდონე და ვალკიარონე ამ ორ ქალაქს შორის არის პიანელო ვალტიდონე ესე ქვია მუნიციპალიტეტია და პიაჩენცას პროვინციაში და კიდევ ზღვის დონიდან არის 564 მეტრი, ანუ რაღაცა მთა არის მოკლედ. და ანთისახლოს ამ ჩაედინება მდინარე პო. მნიშვნელოვანი არის დღევანდელი ჩვენი ისტორიისთვის, აი ამ პო მდინარეს გაუყვნენ მე ეს დები. მოკლედ ჯოვანატო მამა. მამას ერქვა ჯოვანატო, იოანეს მოფერებითი ფორმა არის და მოკლედ ეს მამას უკვე ეს თავისი ორი ქალიშვილი დანიშნული ყავს.
და ესეთი რამ მოხდა, ესე იგი, ესენი აი ღვთის განგებით ხდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეხვდნენ ქალს, დაინა, ქვრივი ქალი, რომელსაც ქმარი მოუკვდა, ახალი მომკვდარი იყო ეს, ახალი ამბავია რა. და აბსოლუტურად უნუგეშოდ ეს ქალი ტიროდა. განიცდიდა და ტიროდა აი ნუგეშინის ემა რო არ უნდა ადამიანს, გულამოსყნით რაღაც ტიროდა და ამან ისე იმოქმედა ამ დებზე. აი რაღაცნაირად როგორ არის, იცით ხა შეიძლება სხვასაც უნახავს, ჩვენც გვინახავს ტირალი ქალი, რომელსაც ქმარი მოუკვდა, თქვათ, ხო? ძიმე ამბავია ძალიან, მით უმეტეს თუ ახლად შეუღლებულები და რაღაც, ბევრი ამბავი გამიგია ეგეთი, ძიმე ძალიან. ან ცოლი რომ მოუკვდება, ძიმე ისტორიებია. ხო და მოკლედ ეს იმდენად იმოქმედა ამაზე, რომ ამათმა გადაწყვიტეს, რომ აღარ გათხოვდნენ და გადაწყვიტეს, რომ გაიპარონ. ოღონდ სანამ გაიპარებოდნენ, ეხლა ეს უკვე ნახეთ, ცხოვრებაში კი არ წერია, ეს ცხოვრება ძალიან მოკლე აღწერილობა. ცხოვრებაში კი არ წერია, იქ თუ ჩახვალ თურმე, იქ ადგილობრივი გადმოცემები არსებობს ამ ფაუსტინასა და ლიბერატას შესახებ. ლიბერატა უფროსი და არის. ხო და აი ხა უნდა გაჩვენოთ კიდე ერთი ფოტო. აი ეს ხო კლდეზეა ეს ციხესიმაგრე და ამ კლდეს აქვს გამოქვაბულები, ნახეთ აი როგორია. და ერთ-ერთ გამოქვაბულზე იქ ადგილობრივი გადმოცემა, ესე იგი და მიუთითებენ, რომ აქ ჩამოდიოდნენ, თურმე აქ იმალებოდნენ სახლიდან, იქ არის რაღაც ახლა კიბე გაკეთებული და რაღაც მოწყობილია, მოკლედ, მოსავალსაც შეიძლება მისვლა ლიბერატას და ფაუსტინას გამოქვაბული. ხო და მოკლედ იქ ჩადიოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს უკვე შეუძლებელი იყო, ესე იგი ის რომ აქ თავი შეეფარებინათ, ეხა მაგათ პოვნას იქ რა უნდოდა და ბოლოს გადაწყვიტეს რომ გაიქცენ ეს დები ქალაქ კომოში. ესეც არ არის შორს ეს კომოც, მაგრამ ესე იგი ეხა ეს ვერ დავადგინე, ვინ არის ხუდელი მარცელი, დაეხმარა და ამათმა და კიდევ პატარა გოგო არის აქ გამოხატული პაოლინა, არ ვიცი ვინ არის, ვერ გავარკვია ესეც. მოკლედ ესენი ნავში ჩასხდნენ, აი ესეთი, მერე გეტყვით ეს საიდან არის ახლა, ერთავე დავათვალეთ, აი წინ მარცელი არის, ეს მენავე უსვამს და ეს დები და შუაში პატარა პაოლინა და ანგელოზი მიყავს ესენი და ანგელოზი მიუთითებს. გზას ესეთი რამდენიმე გამოსახულება არის, ლიბერატას ტაძარი არის დღეს, ქალაქი არის, ესე იგი გეტყვით ახლა ამ ქალაქს რა ქვია, ესე იგი ერთი წუთით. კაპო დი პონტე ქალაქს ქვია. კაპო დი პონტე, აი ეს არის ტაძარი იქა, კაპო დი პონტეში. ეხლავე ეს რა. აი ეს არის კაპო დი პონტე, ეგრე მოთვლია. კაპო დი პონტეში არის ეს ტაძარი. აი ეს. და ამ ტაძარში არის ეს გამოსახულებები და კიდე სხვა გამოსახულებებსაც გაჩვენებთ, მაგრამ ეს არის სცენები ამათი ცხოვრებიდან და აქ არის გამოხატული ამ მარკელს ნავით როგორ მიყავს ამ მდინარე პო როგორ მიყვებიან. არის კიდე ავტორი არ ვიცით, ანონიმი ავტორი ესე ქვია, 14 საუკუნის პირველი მეოთხედია და დღეს ქალაქ კომოს ეს იყო მონასტრის ტერიტორიაზე, ამასაც მოგიყვებით მე ამ მონასტერზე. და მოკლედ ესე იგი აქ არის 5 სცენა სულ გამოხატული, ოღონდ ისინი შავ-თეთრი გამოსახულებები იყო და არ ჩანდა კარგად და ეს ერთი ავარჩია მარტო, რომელიც იკითხებოდა. ესე იგი ადამიანის სიკვდილი, რომელმაც ესე იგი ეს ქალის დაქვრივება, რომელმაც განაპირობა ამათი წამოსვლა, კიდევ აი ეს რაც გაჩვენეთ, შემდეგ კომოში როგორ ჩამოვიდნენ, სადაც მარკელმა, ამ მღვდელმა
ესენი მონასტერში გაუშვა და მონაზვნები როგორ დახვდნენ და ბოლოს როგორ ამათმა ბოლოს ესე იყო რომ ჩამოვიდნენ ამ კომოში კომოს ეპისკოპოსი იყო იქ აგრიპინუსი 616 წლებში და აღიკვეცნენ ესენი უკვე აგრიპინუსმა ესენი აღკვეცა ესენი და შემდეგ ესეთი რამ მოხდა რომ მამამ რო გაიგო რა თქმა უნდა რომ კომოში საშინლად განრისხდა მაგრამ მე გადაუარა ამ სიბრაზემ თუ რა იყო და მე მოიგითხა ეს თავის შვილები და ნორმალურად მოიქცა ეს კაცი ახლა კი არ მოეწონა მოცაქცელი მაგრამ ფული მისცა ანუ რაღაცა თანხა რომ ამათ აეშენებინათ მონასტერი და ამათმა წინა მარგარიტა ანუ ეს არის წმინდა დიდმოწამე მარინე დასავლეთში მარგარიტას უწოდებენ და აი წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის მონასტერი ააშენეს და ერთი კიდე ფაქტი არის მათ შესახებ ცნობილი რომ ერთად გარდაიცვალნენ ესენი ესე იგი ესენი 580 წელს გარდაიცვალნენ ერთად ეს იყო ესე იგი 15 იანვარს გარდაიცვალა ფაუსტინა უმცროსი და 18 იანვარს გარდაიცვალა ლიბერატა და ესე იგი აი ერთი წელი ორი წელი მაქსიმუმ მათ შორის ხოვება ზუსტად არ არის ესე ცნობილი და იმის გამო რომ რაღაცა ძალიან ესეთი რეპუტაცია ჰქონდათ ამათ განსაკუთრებულად კაცრად და წმინდა ცხოვრობდნენ ეს დები მართლაც ბოლომდე მიუძღვნეს თავი და ამიტომ განითქვა ეს ამბავი და სასწაულები ხდებოდა და 1096 წელს მათი წმინდა ნაწილები აი წმინდა მარგარიტას მონასტრიდან კომოს ტაძარში გადააბრძანეს და 1317 წელს იქ ჩვენ გვისაუბრეს სხვა შორის ამ კომოზე და წმინდა კარფოპორის ტაძარი არის იქა დღესაც და აი ამ საკურთხეველში მოკლედ დააბრძანეს. შემდეგ არის კიდე გადმოცემული, ესე იგი ეს ცხოვრება მათი მოგიყევით რაც ვიცით, მაგრამ არის კიდე ამბები. ესე იგი რომ მაგალითად ქალაქს სადაც ცხოვრობდნენ რაღაცა ემუქრებოდა მოკლედ ქვა დაგორდა დიდი ლოდი მოწყდა მოკლედ მეწყერი იყო თუ რა იყო და მოკლედ ეს ლოდი ამათმა ხელებით შეაჩერეს ამდენმა ეს უნდა გაჩვენოთ აი ტაძართან ახლოს რაც გაჩვენეთ ხო ტაძარი აი ტაძართან ახლოს ინახება ეს ქვა ლოდი ორი ლოდი არის ეგეთი და ხელებს ხედავთ ხო აი ეს ხელების დების ხელების ანაბეჭდია ზეთ ნუ გადმოცემით ეს არის აი როგორ შეაჩერეს ხელებით შიშველი ხელებით ესე იგი და ეს დღესაც არსებობს და მიდიან და თაყვანისცემის ადგილია. ნუ გარდა ამისა კიდევ ითვლება რომ ბავშვები რთული მშობიარობის და ბავშვის გადარჩენა როცა იყო აი ჩვილის ესე იგი და ბავშვობის სიკვდილიანობის დროს ევედრებოდნენ და აი აქ ესე კიდე არის სხვა ქალაქშიც არის რამდენიმე ადგილას არის წმინდა ლიბერატასი უფრო მეტად ფაუსტინა და ლიბერატა მაგრამ უფრო როგორც ლიბერატას ტაძარი ესეა ცნობილი და აი მონტალტო დორა ესე ქვია მე-15 საუკუნის ფრესკა უნდა გაჩვენოთ ახლა გადასარევი რაღაცა საოცრება ესე იგი აი ნახეთ როგორ არის აი ლიბერატა არის წმინდა მარგარიტას და წმინდა მარინე არის გამოსახული ერთხარეს და წმინდა ლუჩია აი წმინდა ლუჩია აქეთ არის აი ეს არის ნახეთ თვალები აქ ხელში ეს ცნობილი ისტორია ესე იგი ამას გვისაუბრია ჩვენ მარგარიტა წმინდა დიდმოწამე მარინეზეც გვისაუბრია და აი აქ წარწერები გავადიდო ხა აი მეტი არ დიდია აი აქ თუ შეხედავთ თავზე წარწერები აწერია აი ლუჩია მარგარიტა და აი ეს არის რაღაც საოცარი გამოსახულება ხელში უჭირავს ორი ბავშვი. ოღონდ ეს ბავშვები ამ ლიბერატას უჭირავს ორი ბავშვი ხელში. ეს ბავშვები არიან გერვასი და პროტასი. ეს ახლა არ ვიცი ამისი ახსნა ესე იგი. არ წერია არსად.
ეს გეროს და პროტასი პირველი საუკუნის, პირველი მეორე საუკუნის წმინდანები არიან და მათ შესახებ გვისაუბრიან. მათი ეს მთელი ისტორიაა ფაქტურად მე როგორ ამბროსი მედიოლანმა აღმოაჩინა მათი სამარხი და როგორ გადარჩა ესე იგი ფაქტურად მართლმადიდებლობა და მათი მშობლების შესახებაც გვისაუბრია ვიტალი და ვალერია, რომლის პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ და აი ეს გეროსი და პროტასი უჭირავს ამას ხელში და სხვათა შორის ასეთივე გამოსახულება სხვა ეკლესიებშიც არის, აი ხა უნდა გაჩვენოთ. აი ეს ეს მე-16 საუკუნის გამოსახულება ლიბერატა გამოიხატება ესე ბავშვებით ხელში. და აი კიდევ გამოსახულება. აი ესე გამოიხატება ლიბერატა, ესენი სხვა შორის დიდხანს იცხოვრეს ამათმა. ახალგაზრდები კი წამოვიდნენ, მაგრამ უკვე ასაკოვნები გარდაიცვალენ და მოკლედ აი ამ ბავშვების და მშობიარობის პავლე წმინდანებად ითვლებიან ლიბერატა და ფაუსტინა. მოკლედ ეს არის სულ მათ შესახებ და აი ნახეთ ეს არის მათი წმინდა ნაწილები. ესე იგი აი ამ სანაწილეში არის წმინდა ნაწილები. ლიბერატასი და ფაუსტინოსი კი აი ესე შიგნით სანაწილეში სანაწილედებს კიდე ხედავთ წმინდა ნაწილებიც არის აი და კიდევ სანაწილე ესე ჩავაბძანე ვერ გეტყვით რატო მოვიფიქრე ესე მაგრამ ესეთნაირად არის ჩავაბძანებული და შეგვეციოს მათი მადლი და გადავდივარ შემდეგ წმინდანებს. შემდეგი წმინდანები არიან ესე იგი, აი ეს კი აქ უნდა გაჩვენოთ. აი აქ არის ეხლავე სულ ერთი წუთით. აი კიევის ყოფთა გუმეში დავანებულთა ესეთი ხატი გვაქვს, საერთო ხატი მათი. მე ვთხოვე რომ იქ ყოფთიდან ხაწერული ეს არის ნაბეჭდი ხატია. შეგვეციოს მათი მადლი და ეხლა უნდა გაჩვენოთ წმინდა ნაწილები. ეს არის ორი დღეს კიდე დავჭირდება ეხლა ცოტა ხნის მერე კიდე მოგივაბით. აი აქ არის მათი წმინდა ნაწილები. აი ჩანს ხო? აი აქ არის ორი მაკარი. სხვათა შორის დღეს ორი მაკარის ხსენება ისედაც არის. ანუ მაკარი დიდი ეგვიპტელი და მაკარი ალექსანდრიელის ხსენებაა დღეს. გვისაუბრია ჩვენ ამაზე, თუმცა იმის მეორე მაკარის წმინდა ნაწილები არა გვაქვს, კიდე ამ ორი მაკარის ხსენებაც არის. ეს არის ერთი მათგანი არის ხო ჩანს ეს გამოსახულება გაცრავად. არ ჩანდა ეთქვა, აი ეხა ჩანს. გაცრავად, აი გაჩვენებთ. ეხა ჩანს, აი აქ. ესადაც ანთელი მივიტანე. აი აქ. და ახლო მღვიმეებში და მეორე არის შორეულ მღვიმეებში. ორივე დიაკონი იყო და ორივე ხსენება დღეს იმიტომ არის რომ მაკარი დიდის ხსენება დღეს დაწესებული. ერთადერთი აი ამ შორეული მღვიმეების მაკარის შესახებ ვიცით რომ ესე იგი უპოვარება მისი სათნოებები ძალიან დიდი გულმოდგინება ესე იგი მსახურებაში და მუდმივად კითხულობდა საფრთხო წერილს და ბავშვობაში ბევრი ავადმყოფა და მშობლებმა აღქმა დადეს რომ თუ გადარჩებოდა მაშინ ესე იგი აი ამ ყოფთა მღვიმეებში მოკლედ ამ კიევის მღვიმეებში მონასტერს შეწირავდნენ და წაიყვანდნენ და მართლაც ესე მოხდა და მოკლედ ისეთი თავმდაბალი და ისეთი მორჩილი იყო რომ დიდი სიყვარული მოიხვეჭა ძმობის და ამ ძმებმა მონასტრის ბერებმა წერა-კითხვა ასწავლეს და შემდეგ ესე იგი გახდა დიაკონი და სიცოცხლეშივე სასწაულთ ქმედებდა. კიდევ 28 აგვისტოს არის მისი ხსენება ცალკე გარდა იმისა რომ კიევის
ქვაბთან მღვიმეების მამების არის დიდმარხვის მეორე კვირას და ეს ახლო მღვიმეებში რომელიც არის იმის ხსენება არის კიდე 28 სექტემბერს და ეს ხატები არის სხვათა შორის ესეთი გამოსახული ეს არის მაკარი აი ამ შორეულ მღვიმეებში ვინც არის მაკარი დიაკონის ოღონდ ესეთები არის ბევრი კიდე ვნახავთ ჩვენ დღეს კიდე რაღაცები მოგიყვეთ კიდე არის ესე იგი ოღონდ არ არის ინფორმაციული ეს ხატები გვიან შექმნილი ხატებია და წმინდა ნაწილები გაჩვენეთ სადაც არის და ეხლა გადავდივარ კიდე შემდეგ წმინდანზე ეს არის წმინდა საბა წმინდა საბას შესახებ მინდა მოგიყვეთ ერთი წუთით ну ესე ქვია სტოროჟეველი სტოროჟეველი იმიტომ რომ ადგილია ესეთი ამას მოგიყვებით თას ქვია ესე იგი გუსაგუშაგო მთა თუ რაღაც რომლიდანაც ქალაქი ჩანს და ეს არის ყველაფერი ზვენიგოროდთან ახლოს ამიტომ ზვენიგოროდელი სასწაულს მქონდა ესეც ქვია თუმცა ესე იგი დღეს არის კიდევ რო იცოდეთ ნაწილთა აღმოყვანება და 19 იანვარს ისე კი 3 დეკემბერს არის მისი ხსენება, მისი გარდაცვალების დღე არის და ასევე მეორე აღმოყვანება არის, ესეც საოცარი ამბავი რომ მოგიყვეთ ბოლოში. ეს არის 10 აგვისტოს მეორე აღმოყვანება. ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც იგი მივიდა მონასტერში. მივიდა მონასტერში, წმინდა სამების მონასტერში, რომელიც დაარსა სერგი რადონეჟელმა. საერთოდ 1406 წელს გარდაიცვალა ეს. 1406 წელს გარდაიცვალა და ესე იგი შესაბამისად ეს არის მე-15 საუკუნის დასაწყისი და მე-14 საუკუნე არის ეს რაღაცა ძალიან ესე იგი ფაქტობრივად ბერმონაზნობა აქედან მოდის რუსეთში და დამაარსებელი დიდი მამა ესე იგი რუსეთის მონაზნობის დამაარსებელი არის სერგი რადონეჟელი ჩვენ გვისაუბრე ამის შესახებ. და სერგი რადონეჟელმა ესე იგი ერთ-ერთი პირველი ვინც აკვეცა სწორედ ეს იყო საბა, რომელიც იყო განუშორებლად სერგი რადონეჟელის გვერდზე. და ძალიან მორჩილება, თამდაბლობა, ესე იგი დუმარევა ალბათ ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ არ ყვებოდა რაღაც ესე იგი აი ხო არის რომ ადამიანს უყვარს რომ მოუყვეს ვიღაცას, არავის არაფერს არ უყვებოდა. თავშეკავებული იყო ძალიან და რა თქმა უნდა აი ამ მონაზნობის თუ რა ქვია ქალწულების აღთქმას იცავდა და უყვარდა მდუმარება საუბრებს ადამიანებთან გაურბოდა უსაქმოდ არასოდეს არ იყო და ხშირად ტიროდა თავის სულიერ სიგლახაკეზე ესე წერია და მხოლოდ სცენარეული საკვებით იმკვებებოდა უხეში საჭმელს ატარებდა, უკაცრავად უხეში ტანსაცმელს ატარებდა, იატაკზე ეძინა და რის გამოც სერგი რადონეჟელმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში მოძღვრად თუ რა ვიცი, ესე იგი სულიერ მოძღვრად დანიშნა მონასტერს ძმებისთვის, რომ ამ საბასთვის ჩაებარებინათ აღსარება და არა მარტო ბერები, არამედ ერის ადამიანები მოდიოდნენ მისთვის აღსარების ჩასაბარებლად. შემდეგ აი ხა იწყება ესეთი ამბები, რომ დიმიტრი დანსკოე, ესეთია დიმიტრი დონისთავარი, რომელმაც მამაის, იქ კიდე ცალკე ისტორია, ამას აღარ მოყვები, მამაი დაამარცხა და ამის გამო
შეწირა მდინარე რუბენკა, ესე ქვია, შეწირა, ესე იგი, სერგი რადონეჟელს მონასტრის ასაშენებელი თანხა და მოკლედ ააშენა თვითონ მონასტერი. და წმინდა სერგი რადონეჟელმა სწორედ საბა დანიშნა ამ მონასტრის იღუმენად. და როდესაც შემდეგ სერგი რადონეჟელის მემკვიდრე ვინც იყო ამ წმინდა სამების მონასტრში, ტროიცა სერგიევა ლავრა ესე ქვია, სერგი სამების ლავრა. აი ამ ლავრის სერგის მერე ლავრას მართავდა ნიკონი იღუმენი. და ეს ნიკონი შემდეგ ესეც ჩაიკეტა, დაეყუდა და აი ამის შემდეგ ესე იგი მოითხოვეს საბა, რომ დაბრუნებულიყო სერგის მონასტერში და გამხდარიყო მონასტრის იღუმენი. და მართლაც 6 წელი საბა იყო ამ სერგი რადონეჟელის მონასტრის იღუმენი და შემდეგ იგივე სასწაული მოახდინა საბამ, რაც სერგი რადონეჟელმა თავის დროზე ესე იგი მონასტრის კედლებს გარეთ ლოცვით წყალი აღმოაცენა და სასმელი წყალი. შემდეგ ესე იგი სერგი რადონეჟელის ნათლული იყო ქალაქ ზვენიგოროდის მთავარი იური დიმიტრიძე და ესე იგი მან აირჩია საბა თავის სულიერ მოძღვრად. და ესე იგი საბას მხარდაჭერით, მოკლედ ლოცვა-კურთხევით, მან ააშენა ზვენიგოროდში, უნდოდა ძალიან რომ თავის მხარეში, კი არ არის დიდი მანძილები ესე იგი ეს, მაგრამ მაინც ზვენიგოროდში უნდოდა მონასტერი და საბამ დალოცა, მან ააშენა აი ის მონასტერი, რომელიც დღეს არსებობს, ზვენიგოროდის მონასტერი, ანუ სტოროჟის მონასტერი, ანუ ესე ქვია, იმიტომ რომ მთას ქვია სტოროჟი და ანუ გუშაგი და შემდეგ ესე იგი თხოვა რომ ესე იგი საბა გამხდარიყო ამ მონასტრის წინამძღვარი, მართლაც მან ეს ლავრაში დატოვა თავის ნაცვლად სხვა და შემდეგ გადავიდა და გახდა აი ამ მონასტრის იღუმენი. თუმცა ეს საბაც მსგავსად მისი წინა ესე იგი ვინც მანამდე ხო ეს ნიკონი იყო ლავრის წინამძღვარი, მერე მანამდე სერგი იყო კიდე სერგი რადონეჟელის ლავრზე ლაპარაკი. ეს ნიკონი ხო დაეყუდა და ეხა ეს საბა დაეყუდა ესეც. წინამძღვრობდა ამ მონასტერს, მაგრამ მთაზე ეს ეხა კარგად კი ვერ გეტყვით, ეს ცა ვერ ვნახე რამხელაა. მთა არის რაღაცნაირი და იქ არის რაღაც გამოქვაბულები თუ რაღაცა, მოკლედ იქ დაეყუდა. და შემდეგ ააშენა ხის ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის და პატარა სენაკი აიშენა თავისთვის. და 1399 წელია უკვე მთავრდება, ესე იგი ეს მე-4 საუკუნე, მე-14 საუკუნე და აი ესე იგი კიდევ ერთი სავანი ააშენა მანიკა, თან ფიზიკურად თვითონ შრომობდა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში იყო და გამოთხარა თავისთვის მღვიმე. და ამითი ბერებს აძლევდა მაგალითს, რომ უნდა იმუშაოს, იშრომოს ადამიანმა და ბოლოს კი წინასწარ მეტყველების, ანუ წინასწარ ჭვრეტის უნარი მიენიჭა და აი ამ თავის სულიერ შვილს უწინასწარ მეტყველა ბრძოლაში გამარჯვება და მართლაც მან გაიმარჯვა. ღრმად მოხუცებულობისას გარდაიცვალა 1406 წელს და 3 დეკემბერს, როგორც მოგახსენეთ და ესე იგი მე-16 საუკუნეში შეადგინეს მის მიერ სასწაულების აღწერა, მის მიერ მოხდენილი სასწაულების.
და მისი წმინდა ნაწილებისგან, მისი სხეულიდან ამ საფლავზე იკურნებოდნენ ავადმყოფები, ეშმაკები განსხმახდებოდა და ვინც ამ მონასტრის წევრი, ვინც შეევედრებოდა საბას ტაროჟევოს, ეცხადებოდა ხოლმე და ეხმარებოდა. და ერთხელაც იღუმენს უკვე მოგვიანებით გამოეცხადა იღუმენ დიონისეს, რომელიც იყო ხატწერი. გამოეცხადა და დაეხმარა ხატის დაწერაში, თავისი ხატი, მისი ხატი, აი ესე შეიქმნა მისი ხატი 1547 წელს მოხდა მისი წმინდა ნაჩერაცხვა და კიდევ წმინდა ნაწილები გადააბრძანეს 1652 წელს. აი სწორედ დღევანდელ დღეს 19 იანვარს გახსნეს მისი საფლავი, რომ ახალი ტაძარი აშენდა. ეხლა ეს კარგი ამბები დავამთავრეთ და ეხლა ცუდი ამბები უნდა მოგიყვეთ. თუმცა ცუდი ამბებიც რა თქმა უნდა ღვთისადიდებლად ხდება ყველაფერი. მოკლედ გადავდივართ ეს ორი რევოლუცია გვაქვს, ესე იგი ისტორიაში, ნუ აი საშინელი რომელს რა მოკლედ საფრანგეთის რევოლუცია და ესე იგი როგორც ეს კომუნისტები ეძახდნენ დიდი ოქტომბრის რევოლუცია თუ რაღაც ესე ერქვა. სოციალისტური რევოლუცია. რაღაც ახალი დაარქვეს. ეხლა მე რო ეს დამავიწყდება, წარმოიდგინეთ, გავიზარდე ამ კომუნისტების დროს და სუყურში მესმოდა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია. საშინელება 1917 წელს და მოკლედ აი 1917 წელს ეს რევოლუციის შემდეგ ნარკომანიასთან არ არის საქმე, თუმცა რა ვიცი. Народный комиссар სახალხო კომისარიატში, სახალხო კომისარმა, ნუ ეს რაღაც მინისტრის ეს არის თანამდებობა და მიიღო გამოსცა ბრძანება 1919 წელს ნარკომმა, რომ ესე იგი იუსტიციის სახალხო კომისარი, ანუ იუსტიციის მინისტრმა ფაქტიურად გამოსცა ბრძანება, რომ უნდა გაიხსნას ყველა საფლავი, სადაც არის და ყველა წმინდა ნაწილი. აი ხო არის ამობრძანებული ზოგი გახსნილია, ზოგი რა მოკლედ წმინდანები ამოიყვანეს მიწიდან. და არა მარტო მიწიდან, ზოგი უკვე აღმოყვანებული იყო და ეს ლუსკომები უნდა გახსნილიყო, გაეშიშვლებინათ ესენი და შეესწავლათ მეცნიერულად რა იყო ამათი უხრწნელების მიზეზი, რომ დაემტკიცებინათ, რომ ღმერთი არ არსებობს. რაღაც ის აი ხა მე კი მეცნიერო, მაგრამ ნუ აი ისეთი ტრაგედია იყო ეს ყველაფერი, საშინელება რა, შეურაცხყოფა სიწმინდეების და რაღაც. მოკლედ გახსნეს 1920 წელს და ჯანდაცვის გამოფენა იყო და ჯანდაცვის დიდ გამოფენაზე მოხდა საბას ტაროჟეველის სხეული. ამის შემდეგ გადაიტანეს, რაღაც დიდხანს იყო იქა და შემდეგ გადაიტანეს ესე წერია პირდაპირ ლუბიანკა ეს არის ქუჩა და იქ არის სინამდვილეში უშრობის სამინისტრო დღემდე. მე გადაიტანეს სადაც ამ შემობა. მოკლედ დაიკარგა საბას წმინდა ნაწილი, თუმცა სხეული დაიკარგა. თუმცა მე აღმოჩნდა მოგვიანებით, რომ იყო ოჯახი, ეს ოჯახი არის უსპენსკი არის გვარად, უსპენსკების, მიხეილ უსპენსკი იყო ოჯახის თავი, რომელიც იყო ეს მიხეილ უსპენსკი ისტორიული მაშინ. აი ამ როდესაც ეს გამოფენა თუ რაღაცა მოეწყო, ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი იყო და არქიტექტურული ძეგლების დაცვის კომიტეტის წევრი. და აი ეს მიხეილ უსპენსკი დაიბარეს სადღაც აი ამ უშიშროების იმაში და არ ვიცით ეს რა იყო და როგორ იყო, რომელიღაცა ჩეკა, ესე იგი, ჩეკა როგორი შიფრება? Чрезвычайная комиссия. მოკლედ ჩეკის ტმა დაიბარა და გადასცა რაღაცა ლანგარი, ვერცხლის ლანგარი იყო, რომელზეც იყო გადაფარებული ნაჭერი. და მისცა ეს ხელში და უთხრა, რომ ესო მუზეუმში შეინახეთო ეს ლანგარი. და რაც ამ ლანგარზეაო, არ ვიცი, მაშინაც ისმინებოდა ალბათ, მაგრამ სად ჰქონდათ ეს აპარატურა მოსმენის. მოკლედ აი ესე ჩუმად უთხრა, რომ რაც აქ არის, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, სად შეინახოთო.
და რო კითხა რა არის ამან უთხრა რომ აი იმ საბასტოროჟეველის თავის ქალაა და წმინდა ნაწილები ლანგარსა რაც გადაარჩინეთ ყობა და მოკლედ იმისი თავის ქალა და ეს წმინდა ნაწილები რომ გამათ 50 წელი ინახავდნენ ესენი თავის ოჯახში და 80-იანი წლების დასაწყისში უკვე როდესაც შეიძლებოდა გამოაჩინეს და ეკლესიაში ჯერ არ იცოდნენ როგორ ექნა და მოკლედ ეკლესიაში დააბრუნეს და აი სწორედ მოგვიანებით უკვე 1998 წელს გაიხსნა საერთოდ და გადააბრძანეს იგი გამოჩნდა და გადააბრძანეს უკვე ამ მონასტერში და ეს არის ამას ეწოდება მეორე მოპოვება წმინდა ნაწილები აი ეს არის ყველაზე ძველი გამოსახულება მისი ნაქარგობაა აი ესეთია გავადიდოთ თუ დიდდება აი ამაზე მეტად არ დიდდება აი სახე. არა ჩოლებრივი ნაქარგობაა დამთა. და არის კიდევ ხატი მისი. ვერ გეტყვით ეს ის ხატია რომელიც მისი გამოცხადებით დაიწერა თუ არა, მაგრამ ნუ ყველაზე ძველი ხატი ეს არის მისი და ეგ არის გადიდებული. ეს არის წმინდა საბასტოროჟეველი და აი ეს არის კიდევ ეს ზვენიგოროდში ეს წმინდა საბას მონასტერი. და აი აქ არის მისი წმინდა ნაწილი. აი წმინდა საბასი. წმინდა საბასტოროჟეველის. აი ეს იქნახება. და ამითი ფაქტიურად ამითი 19 იანვრის წმინდანების წმინდა ნაწილები ესე იგი წმინდანების შესახებ მოგიყევით 19 იანვარს ესე იგი მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ 19 იანვარს ვისი ხსენება ეს არის მაკარე დიდი მეგვიპტელი წმინდა პია ქალწული აფრიკელი გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაწილთა აღმოყვანება ეფრასია ნიკომიდიელი რომლის შესახებაც ჩვენ გვისაუბრია და დღეს გესაუბრეთ ღირსი მამაი ჩვენი ანტონ მესიოტე მარტყოფელი 13 ცირილ მამათაგანი წმინდა ლიბერატა და ფაუსტინა კომოელები წმინდა მაკარი დიაკონი და მაკარი მარხველი პეჩორელები და წმინდა საბასტოროჟეველი ეს არის 19 იანვარი და მე მინდა რომ მოგიყვეთ კიდევ კვირის წმინდანები ეხლა კვირა რაც არის ეს არის 20 იანვარი 20 იანვრის შესახებ, ესე იგი, რამდენიმე წმინდანის შესახებ მინდა გესაუბროთ, უпростоრად ნახეთ, ესე იგი, დღეს არის ხსენება, დღეს ამ კვირას 20 იანვარს არის ხსენება, ეს არის საერო კალენდრით 2 თებერვალი, საეკლესიო კალენდრით 20 იანვარი, ეს არის წმინდა ექვთიმე აღსარებელი. საერთოდ ექვთიმე დიდის ხსენება ამ დღეს და ეხლა ამაზე ცალკე მოგახსენებთ. მოკლედ ექვთიმე აღსარებელი კერესელიძე 1954 წელს გარდაიცვალა და იმის გამო რომ არის არაჩვეულებრივი ერთი ფილმი გაკეთებული გადაცემა მასზე. არსებობს კიდე საუბარი, არსებობს კიდე ბატონი ლუარსაბტოგონიძე, რომელიც არის დიდი მოამაგე სხვათა შორის აი მე-20 საუკუნის ფოტოებს ის შეგროვებით დაიწყო და შემდეგ მათი ცხოვრება და ეს ლუარსაბის ტექსტი არის მოკლედ დიდი ღვაწლი გაწია ამ პიროვნებამ უკვე ახალგაზრდა კაცია ლუარსაბტოგონიძე. ხო და აი ეს ლუარსაბტოგონიძის გადაცემა და მე ეს ყველაფერი მიქნება მითითებული აღწერილობაში, თუმცა ამის პოვნა არ არის ძნელი დღეს ექვთიმე კერესელიძე საკმარისია რომ ჩაწეროთ ძიებაში. და კიდევ აი რამიდან მოგახსენოთ ახლა ექვთიმე დიდის შესახებ ისეთი ტექსტია და იმხელა მასალაა რომ მე გადავწყვიტე რომ ცალკე საუბარი ჩავწერო და ეს საუბარი ცალკე რომ მოისმინოთ ექვთიმე დიდი უდიდესი პიროვნება იყო და ბერმონაზნობის ერთ-ერთი ფუძემდებელი იერუსალიმში და რაც შეეხება ესე იგი რაც შეეხება
კიდევ ორ წმინდანს დღეს ეს არის მისი მოსახელენი კიდევ ორი ეს არის მდუმარე ექვთიმე მდუმარე იეროსქემ მონაზონი ეს არის შორეულ ღვინეებში რომელიც გარდა მე-14 საუკუნეში ცხოვრობდა ეს ნაწილები რაც გაჩვენეთ ახლა კიდევ ერთხელ მინდა რომ გაჩვენოთ აი აქ არის ეს წმინდა ნაწილები ესეც აი ერთად არის 19 იანვრის და 20 იანვრის წმინდანები აი აქ არის დაახლოებით ხა აი განათება სადაც მივიტანე ესე და ესე იგი მის შესახებ ცნობილია რომ განუწყვეტელი ლოცვით გამოირჩეოდა და ანგელოზებს ესაუბრებოდა სულიერი ურთიერთობა ჰქონდა და როდესაც დიცგემაში აღიკვეცა საერთოდ აღარასოდეს აღარავისთან აღარ უსაუბრია და მისი ბაგეებიდან მხოლოდ ლოცვა ამოდიოდა და კიდევ ესე იგი ცეცხლზე მომზადებულ საჭმელს აჭამდა აი ეს არის წმინდა ექვთიმე მდუმარე აი ეს მისი გამოსახულება როგორც გითხარით ეს ხატები გვიანდელია და ყველა ერთმანეთს გავს და ბოლოს ესე იგი ეს არის წმინდა ლავრენტი ესეც შორეული ღვინეებიდან არის და ესე იგი მის შესახებ მე-13-მე-14 საუკუნეებია მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი რომ დაყუდებული იყო და მარხვაში და ლოცვაში და ღვთის ჭრეტაში ესე იგი იყო ძირითად მისი საქმიანობა ეს არის მისი ხატი მოკლედ აი ესეთნაირად არის ხატები შექმნილი და ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ აი ეს ერთი საუბარი ამითი მინდა რომ დავასრულოთ და დროებით დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ და როგორც მოგახსენეთ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი საუბარი დიდი საუბარი ექვთიმე დიდის შესახებ ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი